და ეხა პუტინს სხვა ამ ქვეყნის ლიდერები შეხვედრიან, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირდეთ კიდევაც, რომ გავრილოვის შეხვედრის მერე დააწინაურეს კობახიძე და დასვეს პუტინთან შეხვედრაზე. ეს იყო ჩვენი პოზიცია, ეხა თქვენ თუ დამისვით კითხვა. გავრილოვის შემდეგ გახარია დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრი. გავრილოვთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ჭიქებს უჭახუნებდნენ, შემდგომი არის პუტინი, რომელთანაც ერთად გამოჩნდა კობახიძე. კიდე რამენაირად ხარ დავამატე? არა, უბრალოდ რომ გამოთქვით, ანუ დააწინაურეს, რომ უცებ გამახსენდა, რომ გავრილოვის შემდეგ თუ ვინმე დააწინაურეს, ეს იყო გიორგი გახარია. ზოგადად მოლოდინი როგორია? მე წეგან როდესაც გადაცემა გავხსენი, ლევან ვიხსენებდი, ეს არ იყო სატელევიზიო ინტერვიუს დროს ნათქვამი, მაგრამ მე და გიორგი გახარიას ჰქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ აი ნახავ, შენ თუ არ დადგება დღის წესრიგში საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა და მაშინ ცოტა ისე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა თითქოს არც თუ ისე წარმოუდგენლად, მაგრამ აი როგორ შეიძლებოდა რომ გაებედათ. დღეს უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება ეს ყველაფერი და როგორი არის თქვენი მოლოდინი? გამორიცხავთ რომ მართლაც იმიტომ რომ კონსტიტუციაში ცვლილებები სჭირდებათ ან სჭირდებოდეთ, მართლა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომ ოცნება აიღოს ყოველ შემთხვევაში გეგმაში კონდეს აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ჩანაწერი საქართველოს სწრაფის შესახებ ნატოსა და ევროკავშირისკენ ამოღებული იქნას და ნეიტრალიტეტი დაამკვიდროს. პირველ რიგში გავრილოვი კობახიძემ ჩამოიყვანა და გახარიამ უბრალოდ მერე სახელმწიფო ძალადობრივი დამხობისაგან გადაარჩინა საქართველოს პარლამენტი და ის დღეც ალბათ ჩვენ დაუბრუნდებით სტრასბურგზე ლაპარაკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა. და შეეხება ახლა ნეიტრალიტეტს, მე ვერ გეტყვით ამ ქვეყანაში იქნება ვადამდელი არჩევნები თუ არ იქნება. მე პირადად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვადამდელ არჩევნებს. ეს ჩემი პირადი შეხედულება არის. ეს დადგება თუ არა ოფიციალურად დღის წესრიგში, ანუ პარტიულ დღის წესრიგში ქართული ოცნების ნეიტრალიტეტი ამას გვაჩვენებს მომავალი. თქვენ შეიძლება ეხლა თქვენთვის ინდიკატორი იყოს რაღაცა გარკვეული ჯგუფების გამოჩენა, აქტუალიზაცია ამ საკითხების, მაგრამ ჯერჯერობით რიტორიკაში, ქართული ოცნების რიტორიკაში ოფიციალურად ეს საკითხი არ შემოსულა. ამიტომ ხვალ და ზეგ რანაბის გადადგავს ქართული ოცნება გამოჩნდება მომავალში. დღეს ეს არ არის მათი ძირითადი ხაზი, მაგრამ შეიძლება თავისი პროქსი პარტიების ან პროქსი ორგანიზაციების თქვათ მედია საშუალებების რაღაც სხვადასხვა საშუალებებში მიდიოდეს ამ თემის ზონდირება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია ქართული ოცნების, რომ გინდა თუ არა ახლა ჩვენ 78 მუხლი უნდა ამოვიღო და ნეიტრალიტეტი უნდა ჩაავსვათ, ოფიციალურად არ არის. ახლა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ამ საკითხზე ვარაუდების დონეზე, მაგრამ ხო, ამ ვარაუდების უფლებას რატო აძლევთ? ხო, თავ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სრულ იზოლაციაში მყოფი, მტრად გამოცხადება დასავლეთის, აგერ პუტინთან ერთად ერთ სივრცეში კობახიძე და შენ როცა გახსენდება ვინ არიან ეს პროქსი პარტიები, როგორც ამბობ თქვენ მე უკვე ძალიან რეალურად წარმოიდგინე. მან არის უხერხულობას ქმნის ყველაზე დიდ უხერხულობას ქმნის, როდესაც შენ გეძლევა სიტყვა, როდესაც შენ შეგიძლია ისაუბრო შენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენო შენი ტერი ქვეყნის, თქვათ, ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი, მაგრამ შენ არ გაქვს იმის გამბედაობა, რომ უბრალოდ ორი წინადადება თქვა, რომ საქართველო, აფხაზეთი და სამაჩავლოს რეგიონი არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული. მაგრამ სამაგიეროდ შეგიძლია აქ ჩამოხვიდე, წყალში გაურიო რაღაცა ქიმიური საშუალება და 20-21 წლის ახალგაზრდებს ზოგადად სხვა ასაკისყოფ ადამიანებს მიასხა და მოწამლო. აქ მაგრები არიან. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით, კლასიკური მაგალითია კობახიძეზეა, ხო, ნათქვამი რა, ძაღლიშინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ანუ აქ შეუულია გააკეთოს, დალეწოს, დაამსხვრიოს, რაღაცა ძვლებში დაშალონ ახალგაზრდები, დაიჭირონ, გავსონ რაღაცა ადმინისტრაციული და სხვა პატიმრობებით, ხო, ციხეები. მაგრამ სადაც შენი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვა და შენი პოზიციონირება გაიტანო, იქ არის ჩმორი და მხდალი, თავისი ბუნების გამომხატველი ადამიანი რა.
ხო. ანუ იქ არ შეუულია, აი როგორც არ შეეძლო, ხო? კონკრეტული დავალებით და შედგენილი სიტყვით წავიდა, ხო? თავისი პირადი ინიციატივით არ იტყოდა იმას, რაც არ თქვა. ობიექტურობისთვის ეხა უნდა ვთქვათ, რომ ის მასთან ხო არ ჩასულა შესახვედრად. ის იყო რაღაცა ფორუმი, სადაც იყო თურქმენეთი, ანუ ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა. ისიც იქ იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ როცა გეძლევა შესაძლებლობა გამოხვიდე და შენი ქვეყნის ინტერესი დაიცვა, იმის გამბედაობა უნდა გეყოს, რომ თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ამის გამბედაობა არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ ახალგაზრდები მოწამლონ, შეუძლიათ დააკავონ, პოლიციელები მიუქციონ, ღამე არეკიონ ვიღაცა ზონდერებს, სახთან ტიტუშკები თუ ზონდერები დაახვედრონ და აცემინონ, ეს შეუძლიათ. მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის ინტერესი არის და საცავი და ყველაზე მთავარი სათქმელი გაქვს, სათქმელი, როდესაც შანსი გაქვს, რომ იმ ადამიანს პირში უთხრა, მან სიმხთალეა, მან შიშია. ამიტომ ეს მოცემულობა არის და ერთადერთი რის ინდიკატორიც იყო ჩემთვის მაგალითად ყობახიძეს ის გამოჩენა, ეს არის შიშარაკაცი, რომელსაც არ შეუძლია საქართველოს ინტერესების დაცვა. კარგი, თქვენ მაინც ყობახიძემდე დაკავთ, თუმცა ალბათ თქო შეთანხმებული იყო და ზუსტად იცოდნენ რა უნდა ეთქვა იქ ყობახიძეს. აი მეორედ ახსენეთ, რომ მათ ყოველთვის შეუძლია არ მეთანხმებით? მე არ გეუნები, მე არ გეკამათები. ალბათ წინასწარ გავლილი იქ რაც უნდა. მაგრამ თქვენ ივანიშვილთან გულისხმობთ მაგალითად, ხო? ივანიშვილი ხო არ იდგა, ყობახიძე ხო ცალკე ინდივიდია, თუ არ თulit, საერთოდ ასეთად თulit, მას როგორც მე ვერ წარმომიდგენია ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ყობახიძე. ანუ ობიექტია, მით უმეტეს მსგავს კი ბატონო, მაგრამ მასაც ხო შეეძლო თავისი დაემატებია და ამიტომ მისი სიმხდალი არის, როდესაც ოფიციალურად ხო ბჭყალებში რაც არის, ოფიციალურად ხო ის წარმოადგენდა საქართველოს. ის წარმოადგენდა, მან ვერ გაბედა შესაბამისად ეს მისი სიმხდალი არის და მისი შიში არის, თორე ბუნებრივია ახლა ეს სიმხდალე და შიში გამომდინარეობს სხვა ფაქტორებიდან. აი, მოდით მაშინ ერთგვარი პარალელი. ხო გაქვს რაღაცა, შენი ჯიგარი ხო გაქვს, შენი სათქმელი ხო გაქვს. ამაზე ვსაუბრობ, თორე არც ერთი აქ და არც მეორე მაგ ადამიანს, საერთოდ არაფერი არა აქვს, მაგრამ ნუ საქართველოს წარმოადგენ მაინც რა, რაღაცა გმირი ხალხის წარმოადგენელი ხარ და ესე ჩუმად ჩმორივით გახარ. ანუ ივანიშვილის იქით მას უნდა შეძლებოდა თავისი რაღაც გამოეხატა, ხო? მაგრამ აი უყურეთ მოდი კი. მე თუ მკითხავ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ პუტინთან ერთად შეხვედრაზე, საერთოდ არ მინდოდა რომ დამენახა ამ ხელისუფლების თუნდაც ეს იყოს არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური ხელისუფალი პუტინთან ერთად ერთ სივრცეში რომ ნახო და ოკუპაციაზე რო ვერ გაბედოს იმას ვიდრე ერთი სიტყვა. მოდი დავაპარალელოთ, ანუ ივანიშვილის გარეშე შეიძლებოდა თუ არა მასთან შეთანხმების მიღმა რამე ეთქვაოდა. აი მე მინდა ეხლა თქვენ კითხოთ ლევან როგორც გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელს რომ ყველამ ვიცით ხო სტრასბურგის გადაწყვეტილება 6 წლის შემდეგ დადგა თვალებ დათხრილი და დაზარალებული ადამიანებისთვის სამართალი და ჩვენ მოვისმინეთ ეხლა ბერდია სიჭინავას ვახსენებ მე როგორც გიორგი გახარიას ადვოკატს გარდა იმისა რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ბერდიას ნათქვამი რომ გახარიას არ გაუწიაო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება და გადაწყვეტილებას მტკიცებულება წარვადგენთო. მაშინ აი რომ გითხარით დავაპარალელოთ თქო, გახარიასაც ხომ შეეძლო ამდენი ხანი მას ეთქვა ვინ გასცა ეს ბრძანება და ვიზე საუბრობს თქვენი პარტია მას, ვინ გასცა ეს ბრძანება? კი ბატონო, ჯერ ესეთიც რაღაცა ის მიდის რაღაცა მოდელირება მიდის და თითქოს არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ სტრასბურგმა დიდმა პალატამ, ეს ხო არ არის ქვედა ანუ ორი დონია ერთი და შემდგომ არის დიდი პალატა. ხო ის ლეგიტიმურადაც და თქვათ, უფრო წონადი არის რა ყოველ შემთხვევაში. თქვა ორი მნიშვნელოვანი რაღაც. ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პირველი, რომ ეს იყო შტურმი, ძალადობრივად პარლამენტში შეჭრის მცდელობა. მე გეკითხებით განებაზე. კი ბატონო, მივალ მაგამდე ხომ შეიძლება. ეხა 20 ივნისის განხილვას ნუ დავიწყებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მესმის პარტიული მესმის, არა, ისიც მესმის, იმიტომ რომ არანაირ პარტიული ხაზი არ არის, ეს არის ნაცურ ქოცური, ბოლოს ქოცური, ისა რიტორიკის და რიტორიკის ჩამონგრევის დღე იყო გუშინ, როდესაც პირველი იყო შტურმი და აბსოლუტურად გამართლებული იყო შეკავება ამ შტურმის
და ამ შტურმს ყავდა თავისი ორგანიზატორები. თქვენოთ თარგმნით ეხლა. არა, ჩემ სათემო თარგმნი, ინგა, რაც წერია, თავარი გადაწყვეტილება იმას ვამბობ, რომ იყო შტურმი და იყო ის, რომ გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუწია და აგერ არის პარაგრაფი 169 შეგიძლიათ გაეცნოთ. არც მას და არც მის მოადგილეებს. ვინ გასცა ბრძანება ლევან? აი ეს მაინც. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ გვესმის ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვესმოდა, თქვა, მოდელირებული, დაფინანსებული ხაზები გახარიას წინააღმდეგ ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან და ბუნებრივია, ხა ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა უყვარდეს გიორგი გახარია, ხა სულხან პაპაშვილივით არ გაუღია ეხა პარლამენტის კარები და არ დაუპატიჟებია პარლამენტში, ხო? რაღაცა სახელმწიფო დამხობისკენ ან გადატრიალებაში და ამაში ხელი იყო შეშლილი. ეს ნაციონალური მოძრაობა რაღაც აკვიატებად ხომ არ ექცა თქვენს პარტიას, იმიტომ რომ თუ ვინმე ემუქრება ციხეში გაშვები, დაჭერი, თუ ვინმე ახდენს თქვენი ლიდერის დისკრედიტაციას, მათ შორის ფიზიკური თავდასხმებით, ეს არის ქართული ოცნება და ისევ ნაციონალების ძახილი და რატო შემოგაგთხოვთ? თქვენთვის შეინახეთ, ეხა მე რას ვიტყვი, ეს ჩემი უფლება არის, მე ვლაპარაკობ ამ 6 წლის განმავლობაში რა ხდება, თუმცა არაფერი არ მომხდარა, ხო? სტრასბურგს არაფერი არ უთქვამს, შტურმი არ ყოფილა, გახარიაზე არაფერი არ უთქვამს და ესე მარტივად რომ აბა ვინ გაცა ბრძანება. სანამ აქამდე მივალთ ვინ გაცა ბრძანება, თავარი ამბავზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ შტურმი იყო, ლეგალური იყო, ის იყო გადატრიალების მცდელობა იყო, ორგანიზებულად უტევდნენ, აი პირდაპირ მნიშვნელობით ორგანიზებულად უტევდნენ და ამას თუ თვალს არ გაუსწორებთ, რომელიმე განცხადება გააკეთა, ვინმე თქვა, თქვენ ენდობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ლევან, ენდობთ თუ არა თქვენ პირადად სტრასბურგის გადაწყვეტილებას? იყო შტურმი? ანუ ენდობთ რომ შტურმი? არა, დიდი ბოდიში, ეხა თქვენ მაგას არ აღიარებთ, ეხა ანუ არ იყო შტურმი? მე რაზე მედავებით მარტივი კითხვა დაგისვით ჟურნალისტი ვარ. ხო და მე მივალ მაგამდე და როცა ჩემი სტუმარი ხართ ხომე განსაკუთრებული აგრესია გაქვთ ხომე და ვერ ხვდები რას უკავშირდება თქვენგან. რაღაცა ეს ხაზი წავიდეს. არანაირი ხაზი არ მინდა. არანაირი ხაზი არ მინდა. რეზინის ტყვის გამოყენებაზეო გახარიას არ გაუწია ბრძანებაო და ამაზე გისვამთ კითხვას. და თუ თქვენ რამე განსაკუთრებული აგრესია გაქვთ პირადად ჩემს მიმართ ლევან. არანაირი აგრესია არა. გამოდის რომ თქვენ რაღაცა იმის ლობისტი ხართ ნაციონალურ მოძრაობის მე ვარ ნაციონალური მოძრაობის. აბა რას ვლაპარაკობ ნაციონალურ მოძრაობაზე? არა, მე კითხვა დავსვით და თქვენ გადმოდიხართ ეგრევე თავდასხმაზე. არა, რატო? რაში გჭირდება ის დამამთავრებია? აუცილებლად მეწოდინება დღეიდან რომ თქვენ რაღაც პიროვნული აგრესია გაქვთ მგონი ჩემს მიმართ. იმიტომ რომ ჩემი სტუმარი ხართ, გისვამთ კითხვას და გადმოდიხართ ხოლმე თავდასხმაზე. გაძლევთ დროს თქვით რაც გნებავთ. ობიექტურობისთვის აღარ დაგისვამთ კითხვას მისვავთ, ვიწყებთ ჯელობას, ლაპარაკობ რაღაცაზე და იწყებთ ნაციონალურ მოძრაობის დაცვას და ეხა ნუ დაცვას კი არ ვიწყებ. გისვამთ კითხვას ვინ გასცა ბრძანება თქვა ამას ამბობს გახარიას ადვოკატი. ამიტომ რადგან თქვენ ესე ღიზიანდებით არ გაწყვეტინებთ და თქვით რაც გინდა. ხო და ესე არ ჯობია ხა ნაციონალურ მოძრაობას. ჩათვალეთ რომ მე აქ არ ვარ და თქვით რაც გინდა. იყო შტურმი, გახარიას არ გაუწია ბრძანება. ანუ ოფიციალურად დადგა, უკვე სამართლებრივად დადგა კითხვა. ვინ გაცა ბრძანება? აქამდე იყო თქვენი კითხვა, აქამდე იყო რაღაცა შიდა მოხმარებისთვის, ადამიანები ამაზე საუბრობდნენ. დღეს უკვე სამართლებრივად არის ეს კითხვა დასმული. შესაბამისად, ამ კითხვას გაეცემა მომავალში პასუხი, პერიოდულად გაეცემა, ჩვენ დაყენებული გვაქვს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის მოთხოვნა პროკურატურამ რომ გამოკითხოს ამ საკითხთან დაკავშირებით, დაყენებული გვაქვს კობახიძის მოთხოვნა, გამოკითხვის მოთხოვნა, დაყენებული გვაქვს მდინარეძის მოთხოვნა. ამ კითხვაზე ნელ-ნელა პასუხი გაეცემა. ეს აქამდე იყო არაოფიციალური შეკითხვა. ეხლა არის სამართლებრივი შეკითხვა არის. თუ გახარიას არ გაუწია ეს ბრძანება, ვინ გაცა ეს ბრძანება? მან მივალთ ჩვენ, ვინ გაცა ეს ბრძანება? ეტაპობრივად, შვიდად, წყნარად, ზედმეტი ემოციების გარეშე, ისე რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს. ეს არის პასუხი. ამის თქმა მინდოდა. უბრალოდ ამდენი ხანი ამას უკვე ვიტყოდი, რო არა თქვა თქვენი ეს ინტერვენცია, რომელსაც ვაბრალებთ რომ რაზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, ვინ გასცა ბრძანება. დადგება ამის დრო, რატომ უღირს გიორგი გახარიას, რომ აი ესე დროში გაწელოს ამ ხო დაასრულეთ, არ ჩაგეჭრებით თქო გიხარით და ამიტომ მინდა რომ დავაკონკრეტო. რატომ რაში უღირს, რისთვის უღირს გიორგი გახარიას ამდენი წელი არ ისაუბროს იმაზე, ვინ გასცა ბრძანება.
მით უმეტეს რომ მას შეუძლია რომ ერთ წუთში ამ კითხვაზე ამ ქვეყნის იმ მოქალაქეებმა ვინც დაზარალდნენ 20 ივნისს მიიღონ ამომწურავი პასუხი და როცა თქვენ ამბობთ რომ ითხოვთ ბიძინა ივანიშვილის დაბარებას გამოკითხვაზე ეს არის თუ არა პასუხი რომ ეს გასცა ბიძინა ივანიშვილმა შტურმის ბრძანება ვინ გასცა არც ამ კითხვას არ სვავთ არასდროს და არც აპირებთ ამ კითხვის დასმა ლევან მე იცი რამდენი გადაცემა მაქვს 20 ივნისზე გაკეთებული ამ თემაზე არასდროს ან კითხვის ნიშანი იყო სულ ერთი მხარეს 6 წლის განმავლობაში მიდიოდა დააბომბვა მიდიოდა ინფორმაციულად დააბომბვა აქედან ეს მედია საშუალებები ეხლა ნაციონალურ მოძრაობას რო საუბრობ მათი დღის წესრიგით მიდიოდა ეს საინფორმაციო დააბომბვა მე ჩაერთო ქართული ოცნება და რაღაცნაირად ესეთი თითქოს რაღაცა ალყა იყო ერთი მხრიდან მეორე მხრიდან გუშინ წინდელი გადაწყვეტილება იყო არის აბსოლუტურად სხვა რეალობა. აბსოლუტურად სხვა რეალობა არის. აქამდე ხო ესე ღიად, ესე თამამად, ჩვენ ახლა ხო ყველაფერი ვიცით. ამაზე ეს კითხვები უკვე დაისმება. შტურმზე რა ხდებოდა? ბრძანება ვინ გაცა? ივანიშვილის დაკითხვა მოთხოვნილი არის. თქვენ ალბათ უყურეთ თქვენ მაშინ გახარიას გამოსვლას პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე რო იყო. ყველაფერი მაქვს ნანახი ლევან და მე მაქვს გაშუქებული. არ გახსოვთ რა ისაუბრა მან? ხო და რა გავიდეთ, ისევ ხელახლა გადავიდეთ მაგ საკითხზე. მან თქვა ესეთი რაღაც, ახლა თქვენ რო ამბობთ რომ აქამდე არაფერი არ უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით გახარიას, ესე არ არის რომ არაფერი არ უთქვამს. გახარიამ იმ საგამოძიებო კომისიაზე ზაფხულში იყო, ხო თუ არ ვცდები თუ მაისში იყო, თქვა ესეთი რამ. როდესაც მიდიოდა მელიას დაკავების პროცესი და მქონდა მე განსხვავებული აზრი ივანიშვილისგან განსხვავებით და სხვებისგან განსხვავებით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი და ეს უნდა ყოფილიყო სხვანაირი პროცესი, მე რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ივანიშვილმა დაიწყო მელიას დაკავების პროცესში ჩარევა. ამიტომ და ამის შემდგომ ის გადადგა. ამიტომ მაშინ გამიჩნდა ის განცდა, რომ შესაძლებელია 20 ივნისთან მიმართებაშიც ივანიშვილი ჩარეულიყო. ეს იყო გახარიას პოზიცია. სტრასბურგმა დასვა მთავარი სამართლებრივი შეკითხვა, ვინ გასცა? სადღაც ხო უნდა მივიდეთ იქამდე. ამიტომ ეს არის პროცესი და ჩვენ აქამდე მივალთ. ანუ რადგან ივანიშვილის გამოკითხვას მოითხოვთ თქვენ არა ისეთი რაღაცა ისტერიულად და რაღაცა იმებით, არამედ მივალთ აქამდე, რომ საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვა ბრძანების გაცემასთან დაკავშირებით. აი ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ამას სანამ ჩვენ აქამდე მივალთ, ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რან კამპანიას ხომ ამაზე სასამართლოზე ისაუბრეთ. ეხლა თქვენ ხართ გადაცემაში, რომლის წამყვანსაც აქვს ერთადერთი კითხვა. კი ბატონო. ვინ გასცა ბრძანება, თქო, რაზეც მოვიშველიეთ თქვენ. კიდე რამე დავამატო? ეს პასუხი არ არის, რა თქვი? იცით, უწფელად გეტყვით, ძალიან ბევრი წელია მე და თქვენ ერთმანეთს ვიცნობთ. მათ შორის ეთერში და ბოლო ყველა სტუმრობაზე გაქვთ გამოკვეთილი თავდასხმის მცდელობა ჩემზე და ვერ ვხსნი რატომ, თუმცა ეგ თქვენი უფლებაა და ეგ იმას არნიშნავს, რომ მომავალში კითხვას არ დაგისვამთ. ანუ თქვენ ეხლა მინიშნება, კი ბატონო, მე ისევე როგორც თქვენ კითხვას მისვავთ, თქვენ თუ ერთმანეთთან შევდივართ რაღაცა პოლემიკაში, თქვენ აუცილებლად მე აგრესიად არ ქმნევ ჩემს სახელს და იგივე ტონალობაში თქვენ რომ მეუნებით მეც უნდა გითხრათ რომ რაღაც აგრესიული ხართ ხო? კარგით, უსაგნო კამათია, ღმერთო ჩემო, უსაგნო კამათია და წუთები გადის, საეთერო წუთები გადის აბსოლუტურად უსაგნო კამათში, რაც არ უნდა იყოს მე და თქვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს და ეს აგრესია უბრალოდ გამიჩნდა ეგ მოსაზრება და უნდა მე კარგი მაგ ლოგიკით აბა ნუ ახლა ცალმხრივად მე ვარ აგრესიული ეს თუ არის აგრესია და გაწონასწორებული თუ რა ხდება ანუ არ არის აგრესია მეთქი გეუნები და გინდა თუ არა აგრესიაო და ანუ ვინ გასცა ბრძანება ამას ჩვენ გავარკვევთ სასამართლოზე რომელზეც სავარაუდოდ ივანიშვილს არ გამოგიხავენ ხო
ხო იცით რომ არ გამოკითხავენ თქვენ გჯერათ რომ ივანიშვილი მივა სასამართლოზე და მის გამოკითხვას მოახდენენ და მე შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება გამოიტანოს სასამართლომ ანუ აი როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე მოსამართლე რომელიც ბიზნეს გამოიძახებს და მან გასცა თუ არა ბრძანება ამაზე ჩვენ მივიღეთ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით ინგა ლოგიკურად ადამიანების აღქმაში ეს არის კლასიკური მაგალითი იმისი, რომ გახარიას მიმართ არის პოლიტიკური დევნა. კლასიკური მაგალითი არის იმიტომ, რომ სტრასბურგმა თქვა, რომ გახარიას არ გაუწია ბრძანება. ხო ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო ჩამოშლილი არის ბოლო 6 წლის ნაცკოცური ნარატივი ესია ეს ადამიანები ქმნიდნენ ამ წარმოდგენებს ეს ადამიანები ხა თქვენ რაც არ უნდა მელაპარაკოთ რა ესენი რა შუაშენ ისინი რა შუაშენ ერთი სისხლი და ერთი ხორცი არის ერთმანეთს ყვებავენ და დღეს რო ქართული ოცნება ამდენი ხანი არის ზუსტად ამ ბუების გამო არის მაქვს ამის უფლება დამიტოვეთ რაღაცნაირად ჩემი აზრი მქონდეს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ეს ამასთან დაკავშირებით ჩვენი ეს ხაზი გქონდეს და ეს 100 არის, იმიტომ რომ მათი მედიებით, მათი დაფინანსებულით, მათი აქტივისტებით ამდენი ხანი ეს მიდიოდა. დღეს არის გადაწყვეტილება შემდეგი. იყო შტურმი და გახარიას არ მიუღია მონაწილეობა. ამიტომ ორი კითხვა ქართული ოცნება ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა გახარიას დანაშაული. ლოგიკა არა, ლოგიკა ხო არსებობს. ამიტომ ამბობ, გეკითხებით და თქვენ ისევ ნაციონალურ მოძრაობას ახსენებთ. ამიტომ არის რა, ამდენი კითხვა ხოლმე თქვენს პარტიასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების განცხადებები ხომ მოისმინეთ. ანუ ხელები დაიბანა ოცნებამ, ყველაფერი გადააბრალეს გიორგი გახარიას. ამ დროს ამბობთ რომ არ გაუწია გიორგის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ღიად არ ამბობთ ვინ გასცა. აი მე გამოვედი ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლების ბოლო დღეების განცხადებიდან. ყველაფერზე ხელები დაიბანეს, ყველაფერში დამნაშავე გამოყავთ გიორგი. რომლის წინააღმდეგაც რა თქმა უნდა არის პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა არის პოლიტიკური დევნა და რომელზეც ივანიშვილს აქვს დაანონსებული რომ ციხეში არ დაიბანეს. ბოლო 3 დღეა ხან ერთს ბოდიალობენ, ხან ვერ და მესიჯი ვერ დაალაგეს რა უნდა თქვა, იმიტომ რომ თავარი ბრალდება რა არის, თავარი ბრალდება რომ ამ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თქვა მასობრივად ადამიანების დაზიანებაში. ბრალდება საფუძველი რა უნდა თქვან ეხა რა უნდა თქვან ენას ძვალი არა აქვს ენას ძვალი არა აქვს უბრალოდ ამ ენას და ძვალს ემატება ინსტრუმენტები ბრალდება და სასამართლო პროკურატურა და სასამართლო გვესმის ეს მოცემულობაა რა თქმა უნდა იგივე მოცემულობაა ეხა იმასაც უნდა მეტყვით იგივე სასამართლოა და იგივე პროკურორები არიან რაც წინა ხელისუფლებას ყავდა ეს გენერალური პროკურორი ადეიშვილის პროკურორი იყო მურუსიძე ადეიშვილის მოსამართლე და არ ვილაპარაკოთ ამაზე. ქართული ოცნების ამომრჩეველს არ ვილაპარაკოთ რეალურად. ჩვენ ხო მარტო ოპოზიციურ აუდიტორიად თქვენ ხო არ გესაუბრებით მარტო. ჩვენ ჩვენი გზავნილები გაგვაქვს სხვა აუდიტორიებშიც. იქ ვსაუბრობთ, იმათთან ვსაუბრობთ. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ესეთ საკითხებზე საუბარი. ამიტომ ის რო ეხა კრიტიკა და თქვათ ეს მოწოლა რომ აი რაშუაში კი არა თავში არის. ყველაფერი ერთმანეთთან არის ამ ქვეყანაში დაკავშირებული შტურმები, სახელმწიფო გადატრიალებები, მე ამას ქართული ოცნება იყენებს ყველასი ერთმანეთში ზილავს ეს. რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს რატო უნდა ამზილოს ეხა 4 ოქტომბრის სახელმწიფო რაღაცა მშვიდობიან დამხობებთან ერთად მე რა საქმე მაქვს მაგრამ გამოდის აგერ ქართული ოცნების წარმომადგენელი და ლაპარაკობს რომ აგერ იღებდნენ ამ პროცესშიც მონაწილეობას ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა სულ უნდა ვისაუბროთ ესე როგორც ჩვენ ფიქრობთ ესე უნდა კი ბატონო თუმცა როცა კითხვა ჩდება თავდასხმაზე ნუ გადმოხვალთ პირდაპირ გამეცით ხოლმე პასუხი ლევან წეგან ვახსენე მრავალწლიანი ურთიერთობა იმდენი წელი უნდა გავიდეს რომ მე თქვენგან რამე მეწყინოს მაგრამ ძალიან გამოკვეთილად ანუ კითხვას რომ სო გამოკვეთილად ბრაზდები და რაღაცა აგრესია მე ხო არ ვამბობ მარტო რომ ხანდახან რესპონდენტს თქვენ ხანდახან არ ამთავრებიებთ აზრის გამოთქვას ბოლომდე და ერთ კითხვაში 9 კითხვას სვავთ იმ მოცემულობაში ამიტომ ჩემი რევიზიისთვის ჩემი წაყვანილი გადაცემის რევიზია ანუ ესეც ხო ისეთი არის კითხვები როცა ჩნდება უნდა დავსვა და პოლიტიკოსმა ამას პასუხი ვინ უნდა ამიტომ კითხვაზე პასუხი ვინ გასცა ბრძანება ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ ლოგიკურად აბა ეხა წინასწარ ხო არ ვიჭორავებთ ამას საფუძვლები უნდა შეუქმნათ
ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა კონდეს, ამას პროცესუალური საფუძველი უნდა კონდეს. აი დღეს რო ვთქვათ, თავარი სათქმელი ხვალ რა შეიცვლება. მაგრამ შეიცვლება მაშინ, როდესაც ლოგიკურად აი მტკიცებულება, აი წყალი რო არ გაუვა, ისეთი მტკიცებულებები რო იქნება. მურუსიძის სასამართლოს. მურუსიძის სასამართლოს მიღმა არსებობს მედია საშუალებები. მარტო მურუსიძის მოსამართლეს ხო არ უმტკიცებთ ჩვენ და პროკურატურა. ხო და მედია რო გისვავთ კითხვას ვინ გასცა ბრძანება, ხო შეიძლება პირდაპირ სახელით და გვარით რო ითქვას, ეს იყო სულ ჩემი კითხვა. მადლობა ლევან.